ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ გიორგი თარგამაძემ და საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა სამუშამ ისანში მცხოვრებ მოსახლეობას გამგეობის პარკში დასაქმებასა და სხვა სოციალურ პრობლემებზე ესაუბრა. ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით ადრე ამ პარკში ბენზინ-გასამართი სადგური იყო და მისი ნარჩენები ახლოცაა დარჩენილი. ჯაბა სამუშია ისნის რაიონის გამგეობას მიმართავს, რომ პარკი ბენზინ-გასამართი სადგურის ნარჩენებისგან გაასუფთავოს. ხმება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა, ქართული სოფლის აღორძინება. ეს არის პრიორიტეტები, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო და ხალხმა იცის, რომ ეს თემები ეროვნულ დონეზე უნდა მოგვარდეს, ჩვენ ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. მოსახლეობის მხარში დგომის, მათი პრობლემების მოგვარების მაგალითი არის დღევანდელი დღე, როდესაც ჩვენ ერთად არა მხოლოდ მსჯელობთ, არამედ ერთად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ეს საჯარო სივრცე მთელი უბნის შეხვედრის, ბავშვების გართობის მოვაწესრიგოთ. წლების განმავლობაში აქ იყო ბენზინ-გასამართი სადგური, რომელიც სასამართლოს წესით იყო აღებული და ასე ვთქვათ გაუქმებული. ეს იყო ხალხის მოთხოვნა, აი ამ ადამიანების მოთხოვნა. თუმცა დარჩა ამ ბენზინ-გასამართი სადგურის საკმაოდ დიდი სისტემები, სადაც შეიძლება ადამიანის ჩავარდნის საშიშროება არსებობს, არსებობს ნარჩენების აალების საშიშროება. რაგანა გამომდინარე ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა გამგეობის მიმართ, რომ მოხდეს აი აღნიშნული სისტემების ამოღება. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოში სააპელაციო სარჩელი შეიტანა. საქმე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება, რომლის თანახმადაც ბიძინა